როგორ შევამციროთ ვიდეოს მეგაბაიტების რაოდენობა. ამისათვის შევდივართ YouTube-ის არხზე, ჩვეულებრივად. ვაჭერთ პლუს ქვევით, ზაგრუზით ვიდეო, ვირჩევთ ნებისმიერ ვიდეოს, ამოვირჩევთ რაიმე პატარა, ეხლა დიდი დრო რო ვართ, აგერ 33-12 წამიანი, ამოვირჩიე მაგალითად. ვაჭერთ დალეს, აი აგერ. აქ თუ გინდათ დარჩეს YouTube-ის არხზე, რა თქმა უნდა, აუდიტორია უნდა მიანიშნოთ, მაგალითად ბავშვებისთვის არის თუ ასე. ზაგრუზით ვიდეო უკვე იტვირთება. აი ნახეთ, გალურჯდა, გამუქდა, 2 წამში მზად იქნებაო, მიწერს, დაიწყო დამუშავება ამასობაში, 42% დამუშავდაო, 95 დამუშავდაო, ეხლა დაეწერება, რომ 100%-ით დამუშავებული არისო ეს ვიდეო. ცოტა ხანში უნდა დაეწეროს წესით. დიახ. და შეგიძლია უკვე ნახვაო. ეხლა უყურეთ. აგერ გიწერიათ, რომ შეგიძლიათ გაზიარება და ასე შემდეგ. ჩვენ ეს არ გვინდა. ვაჭერთ თვითონ ვიდეოს, აი ასეთნაირად. ვაჭერთ აგერ სკაჩად და როგორც კი ჩამოიწერთ ამ ვიდეოს, მომენტალურად ვიდეო არის ბევრად უფრო ნაკლები მეგაბაიტების, ვიდრე ატვირთული იყო. თუ გინდა შეამოწმეთ, შედით სვოისტვაში და ასე შემდეგ. აი ხა ჩვენ ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, ბოლოს აღარ დაგვჭირდება. ხო? ამიტომ ვაჭერთ 3 წერტილს და წავშალოთ, მერე როგორც კი ჩამოვქაჩათ, ეს ვიდეო წავშალოთ, რომ ტყუილად არ ტრიალებდეს YouTube-ის არხზე. მგონი გასაგები იყო ყველაფერი. ზუსტად იგივენაირად არის კომპიუტერიდანაც.